ირაკლი კუპრაძის განცხადება, რომ წავართვათ თბილისი არჩევნების გზით. აი, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ აი მაგალითად თქვენმა პარტიამ ქართულ ოცნებას წაართვას არჩევნების გზით თბილისი. ჩვენ თუ მივყვებით თავიდან ბოლომდე ლოგიკას, თუ შედგება მოლაპარაკებები, თუ იქნება გამარჯვების ფორმულა დადებული, რატომ წინა არჩევნებში თბილისი მოგებული არ იყო? თვითმართველ საკრებულოში პროპორციული ნაწილი არის მოგებული და 2024 წლის არჩევნებში თუნდაც საპარლამენტოზე ყველა დიდი ქალაქი მოგებული არ იყო? ანუ რეალობა და შანსი, რეალობაც არსებობს და შანსი იმისა, რომ რეალური შედეგი დადო არის და რატომ არ უნდა გამოიყენო, რატომ არ უნდა თუ არ მიიღებენ ისინი მონაწილეობას და თქვენ კაი გადაწყვეტეთ, რომ გადიხართ არჩევნებზე. ლელოს აქ იმის შანსი. მოდით ახო, იცი რაღაც ადგილები რო არ დავტოვოთ სპეკულაციებისთვის. მე ჯერ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ ვართ შეთავაზების პროცესში და თუ არ დათანხმდებიან და ამას არგუმენტირებულად ახსნიან და რა თქმა უნდა ალტერნატიული გეგმა უნდა წარმოადგენონ მაშინ ალტერნატიული გეგმა არსებობს თქვენი აზრით რამე ამ დროისათვის მე ალტერნატიულ გეგმას ხედავთ რამე ეს გეგმა რო არსებობდეს ოპოზიციაში მე პირადად ჩვენი პარტიულ დღის წესრიგს ხედავ ჩვენ არ შეგვიჩერებია პარტიული სტრუქტურების გაძლიერება ანუ თქვენი პარტია მუშაობს აი ოქტომბერში თქვათ დანიშნულია ეს არჩევნები და თუ მიიღეთ მონაწილეობა ამაზე მუშაობას ატარებთ დღეს? ჩვენ არ შეგვიჩერებია ვახო მუშაობა, დასრულდა თუ არა არჩევნები, ძალიან ცოტა ხანში ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობა ჩვენ პარტიულ სტრუქტურების გასაძლიერებლად, ჩვენ გვემატებიან ახალი წევრები, ჩვენ გვაქვთ მუდმივი შეკრებები როგორც თბილისის ორგანიზაციის წევრებთან, ასევე გავდივართ რეგიონებში, ჩვენ თვითონ პოლიცსაბჭოს წევრები ვართ რეგიონალური კურატორები, მათ შორის მე ვარ მაგალითად ქვემო ქართლის და მუდმივად გვაქვს შეხვედრები და ზოგადად პარტია თუ ხარ პოლიტიკური პარტია პარტიული მზადყოფნა და ფორმაში ყოფნა არის შენთვის აუცილებელი. იქნებ გინიშნავს ამ საპარლამენტო არჩევნებს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დაუშვათ და არის ამის შესახებ ხო რაღაც ვარაუდები, იყო გამიჟონილი ინფორმაციაც. ამიტომ ჩვენ მზადყოფნა პარტიული რა თქმა უნდა არჩევნებისთვის გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს საპარლამენტო ეროვნული არჩევნები. რას გავაკეთებთ თვითმმართველობის არჩევნებზე? ალბათ უახლოეს პერიოდში უკვე გახდება ცნობილი, მაგრამ ესეთ რა არის? რა დრო გჭირდებათ, რომ გაიგოს თქვენ მომრჩეველმა, იღებს თუ არა მონაწილეობას? ჩვენ რაღაც დასკვნის ფაზაზე შევდივართ უკვე კონსულტაციებით, ჩვენი ლიდერებიც არ იმყოფებიან საქართველოში. შევჯერდებით პოზიციებს როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მიზანშეწონილად, რა თქმა უნდა, ამის შესახებ გამოვაცხადებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ძალიან დროში გაწელილი პროცესი. მაგრამ რა თქმა უნდა, შეთავაზება ძალაში რჩება, ჩვენ ვართ ყოველთვის ერთიანობის მომხრე, ყოველთვის ძლიერი საქართველო გამოდიოდა ამ ინიციატივით და რა თქმა უნდა